გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ვინც ნახა ჩემი პოსტი, რომელიც ამ დილას იქნა გამოქვეყნებული, მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ დენიზა სუმბაძეზე ქოცების რეფორმირებული, რა ვიცი, დემოკრატიული პოლიციის თავდასხმას. შეიძლება ბევრისთვის უცნობი არის ეს ქალბატონი, მაგრამ ჩემი აუდიტორიამ კარგად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც იყო სვიადგამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად და საერთოდ საქართველოს სულიერი გაცოცხლების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი არის პროფესორი, აკადემიკოსი. არ ვიცი, ახლა მისი რეგალიები ძალიან შორს წაგვიყვანს და უაღრესად პატრიოტი ადამიანი. არის საპატივცემულო ასაკში, არის 86 წლის. ესე იგი, ეს ადამიანი შვილთან ერთად მიდიოდა სალოცავზე, დახვდა ქოცური პოლიცია, რომლებმაც, რა ვიცი, პროვოკაცია მოაწყვეს თუ რა ჯანდაბა მოაწყვეს და ჯერ მისი შვილი ცემეს, მერე დედა, რა თქმა უნდა, შვილს გამოეხმაურა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დედა ამას იზამდა და 86 წლის ქალი ჯოხით დაავადებული ფეხმოტეხილი ადამიანი ამ ახვრებმა გენერალ მაიორი მამუკა მდინარაძის არწივებმა ცემეს შეურაცხყოფა მიაყენეს, დააგდეს, შვილი დაიჭირეს, მანქანა წაიყვანეს და მერე ვიღაცას გამოუძახებია, რა ქვია, სასწრაფო და ქალბატონმა დენიზამ თქვა, მეო მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ვარო და კარგად ვიციო, რომ როგორ მოხდაო მერაბ კოსტავას გარდაცვალება სასწრაფოს გამოძახებითო და დიდი მადლობა, მე ამ მტრული სახელმწიფოდანო სამედიცინო დახმარებას არ ველოდებიო და უარი უთხარიო და ეს ღვაწლმოსილი ქართველი ადამიანი ისე არის, ისე ჩავდღეში არის ჩავარდნილი, ისე და ჯოხით გადაადგილდებოდა, ძლივს დადიოდა ფეხზე და ეხლა საერთოდ გადაადგილების საშუალება არ აქვს. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ეს ვიდეო ჩემს YouTube-ის არხზე დევს და ქვემოთაც არის მითითებული მოხდა, შეგიძლიათ შეგრძანდეთ და ნახოთ ვინმე რო არ დამაბრალოს, რომ ამას მე ვიგონებ და რაღაცა პროვოკაციას უწყობ წმინდა ბიძინას და ბიძინასეულებს, რომ რაღაცა მოვიგონი და რაღაცა სიზმარი ვნახე. ყვება ეს ადამიანი და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. დენიზა სუმბაძე არის ის იშვიათთაგანი ინტელექტი ქართველი ერის, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელიც ყელში ყავს გაჩხერილი ბიძინა ივანაშვილის და ურია ქოცების ზბროდს. და ეს ბიოლოგიური ნაგავი ცდილობს საქართველოს როგორც ინტელექტუალურ განადგურებას, ასევე ცდილობს ქართველი ერის ფიზიკურ განადგურებას, მაგრამ სამ ფიზიკურად გაანადგურებდი, ერთჯერ ინტელექტი უნდა გაუნადგურო და ინტელიგენცია უნდა გაუნადგურო და მერე უკვე ფიზიკურად ტექნიკის საქმეა, ხმის ამომღები რო არ გახდება ქვეყანაში და გამოშტერებული თავმოჭრილი რო დარჩება ერი და დამონებული რო დარჩება ერი, მერე რა პრობლემაა ნებისმიერ ერს გაანადგურებ. ბოლოს როდესაც გქონდა მე და ქალბატონ დენიზას საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით, მან დეტალურად აღწერა ურიული ძალების, ებრაელების, მასონების და ზოგადად სიონისტების და ებრაული ლობის ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 26 საუკუნის მანძილზე, მათ შორის როგორც ცდილობდნენ ისინი საქართველოს ისტორიის გაყალბებას, წაშლას და როგორ ახდენდნენ ბაგრატიონების შტოს და ბაგრატოვანთა დინასტიის ებრაულ ტომად გამოცხადებას და როგორ იქნა ეს ყველაფერი მეცნიერულად დადასტურებული და როგორ იქნა ეს ყველაფერი მოხსნილი. მე მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს დამპალი აყრავლებული ქოცურიები, რომლებიც ურია ბიძინა ივანაშვილის თამადობით მომჯდარი არიან ქვეყანასთან სისხლს სწოვენ, ადრე თუ გვიან რაღაცას ცუდს მოახდენდნენ, მაგრამ
ეხლა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ბოლო-ბოლო ვინც ასრულებს იმას, ეხლა ის ისრაელიდან ჩამოყვანილი ნამდვილად არ ეყოლებოდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული პოლიციის ფორმა ეცვა და დღევანდელი მოქმედი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა და მინდა გითხრათ კიდე ერთხელ რა. არაფერი არ გველანდებ. არაფერი არ გველანდებ. ბიძინა ივანაშვილი, მთელი მისი ბოზიშვილი ეს ქართული ოცნების კოჰორტა არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ამ დაუძინებელ მტრებს აქვთ ერთადერთი რამე თავში ჩადებული. უქართველო საქართველო გახდეს, რომლის რესურსებიც, რომლის ტერიტორიაც და რომელიც იქნება ათვისებული, რა ვიცი, ამ ებრაულ, არაბულ, რა ვიცი, ქოცურ, რაღაც უბედური კორპორაციების მიმართ ქართველიერი დარჩეს საქართველოში სერვისის ერაც რაღაც 10-15% და ეს გეგმა ჩაშვებულია და მუშაობს. და ეს არ არის ახლა ბევრი არაერთხელ მისაუბრია ამ საკითხებთან დაკავშირებით და აი შეხედეთ აგერ თუნდაც ესა რა ქვია გამოხმაურება როგორი აქვს აი ამ მე იტყვიან რომ მე სიყვარულის ენას მთხოვენ ვიღაცა ეს ნუგზარ ვარდიაშვილი რო შეხედო რო გეგონება რომ ეს არის თურმე ქართველი და თურმე ქართულად ლაპარაკობს და გვარიც ქართულებს სინამდვილეში ამის ურია დედა შევეცი მე ამისას ახლა წადით და იმას თამთასთან მიჩივლეთ რო სიძულვილის ენას ემას ნახეთ რას ამბობს ქართველებიო ისო ებრაელებიო საქართველოსიო 26 საუკუნეა ცხოვრობენ და აქო ქართველებზე მეტხანსო ებრაელი ცხოვრობდა ეს მარტო ამ დედარძე მოტყულის ნათქვამი კი არა და ნახეთ როგორ მოიხსენიებს ზვიადის როგორ მოიხსენიებს მერაბს როგორ მოიხსენიებს ეროვნულ მოძრაობას როგორ მოიხსენიებს ჩვენ სამშობლოს ეს მარტო ამ დედამოტყულის მოგონილი კი არა ამათ რაბინი ხანუკაზე რო იყო გამოთრეული და თავჩახრილი რო უსმედნენ იქ კალაძე, ვოლსკი, ეს რა ქვია, ყობახიძე და სხვა ეს ბიოლოგიური ნაგავი იქ ებრაელი რაბინი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოსიო, ქართველი უფრო ადრე ცხოვრობდაო თუ ებრაელიო, ესო ჯერო გასაგებია და გასარკვევი არისო და მეცნიერულ წრეებშიო, ამაზეო კამათი მიდისო და ჩვენო საქართველოსიო ებრაელები ბევრი უნდა ჩამოვსახდეთო და ჩვენი ტექნოლოგიები უნდა ჩამოვიტანოთ და ინვესტიციები უნდა ჩამოვიტანოთ და გადახედეთ ბიჭო რა არ ხდება, გადახედეთ საქართველოში უძრავი ქონების შეძენით თავიდან ბოლომდე გავსებული არის ისრაელის მოქალაქეები თუ რაიმე პროექტი ხორციელდება აბსოლუტურად ეს არაბულ ებრაელური კომპანიისგან არის და ნებისმიერი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ნებისმიერი ეს პოლიტიკოსი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, რომელიც დაუძინებელი მტრებიც ახორციელებენ საქართველოში ქართველიერის გენოციდს და ქართველი იძულებულია გაიქცეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის შევსება ხდება უცხოურ ჯულის ხალხით აგერ 3.900.000-ზე ავიდა ქვეყანა, მაგრამ 500.000 თუ 400.000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა საქართველოში ემასკნილი, რა ქვია, ჩამოსული და დასახლებული და ესე ხდება ეს პატარა ხანში ეს უცხოეთი პროცესი გახდება, ხმის ამომღებიც აღარავინ დარჩება და ის რო ქართველიერი და ქართველი კაცი საქართველოში მონობას განიცდის და რომ ჩვენ მაგ ქვეყანაში არაფერი არ გვეკუთვნის, ახალს მე მგონი არაფერს არ ვამბობ, ქართულის თქმა რომ საქართველოში არაფრის არ შეიძლება და თუ რაიმე ეროვნული და ქართული ახსენა ქართველმა ადამიანმა იმ წუთში რომ ტრათაა და ბნელათაა და ფაშისტათაა გამოცხადებული, ამას რა თუნდა ლაპარაკი და ეს აქეთ მხარეს არის სოროსელების და ურიების პირდაპირ შექმნილი პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ასე შემდეგ და აქეთ მხარეს არის პირდაპირ ურია ბიძინა ივანიშვილის და მისი მოდგმის და მისი ჯიჟის და ჯილაგის შექმნილი მეორე ისა რა ქვია ძალა რომლებიც ქმნიან ილუზიას ვითომ ქართველიერის სახელით ლაპარაკობენ და ამ ყველაფერში ანადგურებენ საქართველოს. ამაზე ლაპარაკი ხო? ამაზე რამის ხმის ამოღება არ შეიძლება, ჩემო კარგებო. აიღეთ ელემენტარული მაგალითი, აგერ გუშინ წინ ისრაელი გამოხდა და პირდაპირ განაცხადა, რომ ქართველები აფხაზეთში და სამეჩაბლოში არ უნდა დაბრუნდნენო რა. განაცხადა პირდაპირ. ვინმე გინახიათ, რომელიმე პოლიტიკოსი გინახიათ, რომ ამოეღოთ ხმა და რომელიმეს ეთქვა რო ისრაელი ამას რატო გვიკეთებს მეგობარი სახელმწიფოა ამდენი ხანი ერთად ცხოვრობდით ასე ძვირფასი ხალხი ვართ ერთად ვინმე ამოიღო ხმა არა ამათი დებილი დედაშევეცი ყველა ერთი და იგივეს იძახის ჩინეთი და ირანი თურმე ჩვენი მტრები ყოფილან რომლებმაც თურმე ეს რა ქვია წინააღმდეგ მიცეს ხმა ჩინეთი და
ჩინეთი და ირანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და შენს გამო რუსეთს არავინ არ გადაიმტერებს, მაგრამ ისრაელს რო კითხო, არც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს ებრაელისთვის და ისრაელისთვის ისეთივე ძვირფასი არის თურმე, როგორც თავიანთი სამშობლო და რატო გიკეთებს ამას ისრაელი და რატო გიკეთებენ და ხმას რატო ვერავინ ვერ იღებთ, რატო ხართ ჩმორები? იმიტომ ხართ ჩმორები, რომ საკუთარი ტრაკის გეშინიათ. ეხლა მეც უამრავი მეუბნება აქვს, ხილათი იყავი ასე, რა მნიშვნელობა აქვს, ბიჭო? ჩემ ქვეყანას რუსი შეჭამს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემ ქვეყანას? აზერი შეჭამს, ესა რა ქვია, თურქი შეჭამს, ირანელი შეჭამს, თუ ეს 26 საუკუნოვანი ეს ვითომ ძმეგენ, ძმები ვარ თუ არც იძახოდნენ და არც იძახიან არასდროს. და ყველა ხართ გაჩუმებული და პირში გაქვთ წყალი ჩაგუბებული. ფეხებზე მგიდია ერთხელ დავიბადე, ერთხელ ყვდები თქვენგან განსხვავებით. ყოველ შემთხვევაში აი ესე დედამოწყლუნებს ძმებს არასდროს დაუძახებ და მეტი რა უნდა გაგიკეთოთ? რომელიმე ტელევიზიამ ხმა ამოიღო, ვინმემ რამე თქვა საერთოდ? გუშინ ყავდათ ეს ბოზიშვილი, ეს გვარი შემარცხენელი, კუთხი შემარცხენელი, საერთოდ ქართველ ქალობის შემარცხენელი, ეს დედამოწყლუნი წულუკიანი ყავდათ ემაში. რა ქვია, გადაცემაში და რაღაცას უკვე გული ამერია რა. გული ამერია ეს როგორ შეიძლება მაინც ბიჭო ეს გამძღარი ვინც ეს პოლიტიკაში სვანები წახვედით და გაძეხით ქალიანკაციანად ბიჭო ყველა ერთი მეორეზე დედამოწყლუნები როგორ გამოდეკით. დაწყეული დოლარაიმიდან რა ქვია ხაბულიანიდან მოყოლებული დამთავრებული აი გინდა შენ აგიღოს და გინდა ისა რა ქვია სუბელიანი აიღოს და გინდა რომელი ყველა სამარცხვინოები როგორ გამოჩის. მაგრამ აი ჯანდაბას თავი დავანებოთ ახლა მაგას პოლიტიკა ყველა კუთხიშვილი და ყველაერიშვილი პოლიტიკოსია და ნაბოზვარი და ჩათლახია. აი რა ხა მასე სვანი ემზარკვიციანიც იყო ემაში რა ქვია პოლიტიკაში, მაგრამ ვერ გაძრო ამ ბოზებში და ადგა წავიდა ფერმას ხედავს და ცხოვრობს. მეომარი კაცი იყო და არ გამოუვიდა ამ პოლიტიკაში არაფერი და წავიდა და მიხვდა. რომ იმდენად გაბოზებულია მდგომარეობა, რომ აზრი არ აქვს. ამ ყველაფერს ახლა მე ამათგან რომელი გმირობა უნდა მოვითხოვო და რომელი ვაშკაცობა უნდა მოვითხოვო, მაგრამ დააკვირდით რა ილაპარაკა ამ დედაძაღმა? ბიზინა თავისი ოჯახით, თავისი მილიარდებით, რომ თავი გაწირა. ვინ ჩემი სირია თქვენი ბიზინა ივანიშვილი, თქვენ რა იცით სახელმწიფო, შენ რა იცი? ხოცემა რა იცით? თქვენი აკოთებული დედა შევეცი, ბიჭო, აი ჯერ უბრალოდ განსაკუთრებით აი ამ ქალებზე მეშლება ნერვები რა, აი ამ აყროლებულ ქოციმის, რა ქვია, პარტიულ ქალებზე. ტყვილა უბრალოდ არავის არ იჭერენ, ტყვილა უბრალოდ არავის არ ცემენ და ესე შემდეგ და ნახეთ რა დღეში არიან ეს დედამოწყნულები. რას დაგამგვანათ, ბიჭო, მართლა ამ დედამოწყნულმა ივანიშვილმა და დედამოწყნულმა ემა, რა ქვია, მისმა პარტიამ, რაღაცა როგორთლა დაგაკარგიათ ქართველი ქალობის სახე კაცი ბიჭო, ქალი რო იმას იტყვი, დედა რო იმას იტყვი, 86 წლის ქალს რა უნდა დაეშავებია იმის ფასი რომ პოლიციელმა ცემოს და დააგდოს. აი შვილი თვალწინ დაუჭირა ხო და რაღაცა გაამწარა და ამ ხნის ქალს რომელიც ჯოხით არ ძლივს თქვენი კაცობის დედა შევეც ის ძაღლები ვინც იყავთ თქვენ მოგიტყანთ გამზდელი თქვენ რო ფორმა გაწვიათ და თქვენაირი ბოზიშვილები რო არ წყვენენ ფორმას და ვინც მაგ მსახურობს 1 და 2% თუ აღირსეული დანარჩენი რო მართლა ამ რეჟიმის ძაღლები ხართ მანამდე იმათი ძაღლები იყავით და მე ამათი ძაღლები გახდით დედამოწყნული ვასია მუმლაძის არ იყოს დიდგორობა დღეს რომ ხალხს დაიჭერ იმისთვის რომ დიდგორობა აღნიშნონ ახლა ეგეთი ხალხი ფულის გულისთვის საკუთარ დედას მოწყნავენ აი სიმართლეს ვიტყვი აი პირდაპირ რა დავალებაც არ უნდა მოგცემ ბიჭო ყველაფერი როგორ უნდა შეასრულოთ და მე როგორ უნდა მოექცეთ საქართველოს მართლა ინტელექტს მართლა გამოცდილებას მართლა აზროვნებას ცოცხალ მემატიანეს მე არ ვიცი გამოკეთდება ეს ადამიანი და შევეცდები მე რო ჩავრთო ისა რა ქვია პირდაპირ ეს რას დაემგვანა ბიჭო ეს ქვეყანა რა რას დაემგვანა და მართლა რას და მე იტყვით რომ აქ ქვეყანაში ჩამოდია ვინ ბიჭო ვინ ჩამოხვიდა ცოცხლად დაგწოვენ ხმას არავინ ამოიღებს ვინ დამონებული ხართ 10 კაპიკათა გაქვთ ქვეყანა გაყიდული რა და ნაცად და ქოცად გადაიქცა ქართველიერი და ვინც ერთსაც გაგინებთ და მეორესაც გაგინებთ ზოგისთვის ნაცია და ზოგისთვის ქოცია ვისაც თქვენ უყვარხართ ნაცია ან ქოცია მოგიტყანთ გამზდელის უყველა წაეთ ახლა და იჩივლეთ წაეთ ეგ თამთასთან მიდი მონიშნეთ რომ სიძულვილის ენას ვავრცელებ თქვენი დედა შევეცი მე აბა სიყვარულის ენით როგორ მოგეკიდო ვის მოვეკიდო სიყვარულის ენით ვის უნდა მოვეკიდო სიყვარულის ენით უნდა მოვეკიდო იმას რა ქვია Facebook-ის გენერალმა იორს თუ დანარჩენ სირებს რო დაურიგეთ ისა რა ქვია გენერლობები რო დაურიგეთ
იმიტომ რომ რეჟიმის ერთგული ძაღლები ყავდეთ და იმიტომ. მოხუცი დედა მყავს 75 წლის დატოვებული. ახლა სულ იმას ვფიქრობ, რამე უბედურება არ შეყარონ, ხო? იმიტომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ყველაფერია მოსალოდნელი რა, ამათ ზედმეტია რა. ამათ სინდისი, ნამუსის, ნეობა, მორალი რა, კია კანონი არ ადარდება. და გახსნელი აქვს, კაცო, გახსნელი აქვს ხელფეხი, აგერ და საკუთარ დედასთან დაწვევიან ფულის გულისთვის. აბა ახლა 86 წლის ქალის მცემელი პოლიციელი როგორ უნდა იყოს ერის და ქვეყნის მცველი ბინო. ხო უნდა ამოგწყვიტოთ ჯიჯილაგიანად. ხო უნდა მოგიტყნათ გამზდელი მთელი ოჯახით, ვინც მართლა ჩემიან შეეხეთ. აბა მეტნაირად როგორ უნდა დაგელაპარაკოთ. და მაგის შიში თუ გექნებათ, მარტო რომ თუ ვინმეს თმის ღერს ჩამოუგდებთ, რომ მოვა ვიღაცა და მოგიტყნავთ დედას ოჯახში. ეს სხვა შიში თქვენ არ გაგაჩნიათ, აბა სამართლით მაგ ქვეყანაში არაფერი არ მოიძებნება და სასამართლო მაგ არ არსებობს და ადამიანის უფლება მაგ არ არსებობს და ასე შემდეგ. აგერ რა ვიღაცა დედამოტყნული, აგერ ტროლბოტი, ჩემი სახელით და გვარით, აგერ რა 1000 ბინძურებს, ავრცელებს, აგერ ზის, кайფოს დამჯდარიანიან, ახლა ეს ბოზიშვილები. ან აქეთკენ, ან სოროსის იმაში, რა ქვია, ბუნაგში და ან დამჯდარი არიან, ეგერ სტრატეგიული კომუნიკაციების იმაში და მანდ ასე და წავლავენ რა. და მე იტყვიან რომ თურმე ამას ახლა ამ დედამოტყნს რო შევაგინო და რაღაცა რო ვთქვა, მე თურმე სიძულვილის ენა გამომიმჟღავნებია. ამათ გადაიქცა საქართველო რა. მე ქართველებს ვეუბნები რა, თუ ჩვენ თვალებს მართლა არ გავახელთ და თუ მართლა ეროვნული ცნობიერებისკენ და მართლა იმას თუ არ ვიფიქრებთ რომ გადაშენების პირასა ვართ ერი და რაღაცა რეალურ ქმედით ნაბიჯებზე არ გადავალთ, ხო? მანამდე არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. ასე გაანადგურებენ საქართველოს თავიდან ბოლომდე გააპარტახებენ ბოლომდე. ეხლა გუშინ ეს ბოზიშვილი წულუკიანი ლაპარაკობდა, თურმე რა მაგარია 14 წელი რა მაგრად იყვენ და მე რომ იდგა დემოგრაფიაზე საქმე, გადაშენების პირასა ვართ ერი. შენ დედა შევეცი 14 წელიწადი მართავთ ქვეყანას და ვაყვავებთ და გადაშენების პირას რატო ხარ გადაშენების პირას? თუ ამდენ ყველაფერ კაი რაღაცას აკეთებ, თუ შენ მართლა აშენე ქვეყანა, თუ შენ მართლა სამართლიანობა დაამკვიდრე, თუ შენ მართლა კანონიერება დაამკვიდრე, ეს რას ნიშნავს ისა რა ქვია, რომ გადაშენების პირასა ხარ. რა ვიცი, პირიქით გაბრწყინებული უნდა იყო, ხო? შენი გამომწველავი დედა შევეცი, შენზე კაის მთქმელის დედა შევეცი კიდე რა. აყროლებული ქალი. რო კითხო ნაცებს ებრძვის და იმას და კულტურის ჯერ შენ ვინც კულტურის მინისტრად დაგაყენა მის დედა შევეცი, რომელი კულტურა შენ გაგაჩნია, როგორ ლაპარაკობ, რანაირი საუბრის მანერა გაქვს და როგორი მოქცევის ისა გაქვს. ხელისუფალი. სვანი ხალი ხარ, რო კითხოს კაცმა და კულტურის მინისტრი იყავი და მიშას ვერ იტან და ნაცებს თურმე და მესტიაში ჯოჯოზე ამხედრებული, სპილოზე ამხედრებული ჯოჯო გიდგას თამარ მეფის სახელით ის ვერ აიღე, შენი გამომწველავი დედა შევეცი. და დაიწყებ მე კულტურაზე და ზნეობაო მაგარი ქალია და დღემდე ეს მთელ მესტიელებს მინდა უთხრა და მთელ საერთო სვანებს მინდა უთხრა. ესა ჩვენი სირწყვილის უყველასი. დღეს რომ მესტიის ცენტრში ჩვენი თამარ მეფე არის ასე იმას, რა ქვია, სპილოზე ამხედრებული ჯოჯოთ რო არის გამოსახული და დღემდე რო ის ვერ ავიღეთ, ეს არის ჩვენი სირწყვილი ყველასი. ვაკადრებიეთ ეს შეურაცხყოფა, ბევრი რაღაცა ავიტანეთ და აი დღეს რო ახლა მაინერებს დაძდევენ კიდე, ხო, რო იცოდეთ. ხვაზზე გზალით მიადგებიან, იმ ხაიშსაც აყრიან, იმ ნესკრასაც აყრიან და ძალით ააშენებენ სვანეთში იმ ჰესებს, იმიტომ რომ ეზიზღებათ ამათ საქართველო. და არ უნდათ ამათ ესა რა ქვია, ქართული საქართველო. ამათ უნდათ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ რესურსებისთვის და ფულის საშუალებით. და უარესი იქნება და აი ესეთი ბოზიშვილი პოლიტიკოსების, რომელი ბოზიშვილი პოლიტიკოსები სვანეთიდან არიან და სვანეთის და საქართველოს დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგები არიან, ამათი ლომის წვლილი იქნება და მე რო ამოვა იმაზე რა ქვია. ცალოცავზე კიდევ ამენ დალოცეთ რა, ეგეთი დედამოტყნული ხალხი. ხო, აი ამის თქვა მინდა რა, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლია შევბრძანდეთ და ნახოთ. აი ესაა დღევანდელი საქართველო. აი ესა სადგინდა გაიხედო. გახედეთ მთელი საპატრიარქო ამ ურიებითა გავსებული. ის ჯაღმაიძე, ის დედამოტყნული ისა შორენა, მისი პიდარასტი მოადგილე რო ყავს იქანე, ისიც სულ თავიდან ბოლომდე ეს მთელი მოსადის აგენტურაზის. აბა სადგინახიათ, ბიჭო. ბჯულის კანონში პირდაპირ წერია ქრისტიანი ადამიანი, ვინც მიიღებს მონაწილეობას, იმაში რა ქვია, ამ ხანუკას იმაში საერთოდ განკვეთილია და თუ სასულიერო
პირი არის საერთოდ აყრილი აქვს იმას ვინც არ უნდა იყოს და პატრიარქი მიდიოდა და სანთლებს ანთებდა პატრიარქი მიდიოდა და სანთლებს ანთლებდა ხანუკას იმაზე დღესასწაულს და პატრიარქი აძლევდა ხანუკას სანთლებს ისრაელის ელჩს და იმას და მე გამომიხვალთ ახლა დიდ ქრისტიანობაზე დაიწყებთ ლაპარაკს და ღმერთმა დაილოცოს და ჩვენი ბრძენი პატრიარქი აი ეს დედა უტირეს ამ ქვეყანას შევარდნაძემ და ილია მეორე იმან ერში ამან ბერში ამნაირი დეგრადირებული და ამნაირი დაავადებული საზოგადოება შეიქმნა და ამაშია საქმე რა დღეს რო ქრისტიანები ვართ ხო აი როგორი ქრისტიანობაცაა საქართველოში არის ილია მეორის დამსახურება წაით ვიზე ახლა და იარეთ იმ აშენებული მილენში რა ქვია ეკლესიებში და სადაც ჯულის და მადლის და ადამიანობის მეტი არაფერი აღარა გარდა ყველაფერია იქ დარჩენილი რა და ყველაფერი თავიდან ბოლომდე ხდება იმით რა ქვია ნუ იტყვი ამას ღმერთმა აცხონოს ღმერთმა დალოცოს ეს არის რეალობა ეს არის რეალობა ასია ეს ძალიან კარგად იცო პირველი საპატრიარქოში ეზიზღებოდა დენიზა ზუმბაძე პირველი საპატრიარქოს ქვეწარმავლებს ეზიზღებოდათ ეს ადამიანი ზუსტად იმისთვის რომ რატო იმიტომ რომ იქაა მომჯდარი მოსადის აგენტურა აიღეთ თავიდან ბოლომდე მთელი ეს ეკონომიკური ბერკეტები რომელიც არის გინდა ბანკები გინდა მიკროსაფინანსოები მთელი ეს სამევახშოები ესენ სულ ეს ებრაული ლობის ხელშია მაგათ ხელშია მთელი ეს უძრავი ქონების სამშენებლო ბიზნესი მაგათ ხელშია მე გაგიკვირდებათ რომ ისა რა ქვია რატო ვამბობ თურმე ამას ახლა ამათმა იმისი არ იყოს რა ქვია LGBT-ების არ იყოს რამე თუ თქვი იმ წუთში დისკრიმინირებულები არიან ხმის ამოღება არ უნდა ვიცია მასას გადახედეთ აგერ რა ხდება ალბანეთში ჩავიდენ იქ ურიები და იყიდეს მთელი ალბანეთის ისა რა ქვია დაცული ტერიტორიები და გადაიქციეს თავის დაჭათა მთელი ალბანელი ერია გამოსული და კინწისყრით უპირებენ გაგდება სუყველას იმ ურიებსაც და იმ თავის იმასაც საქართველოში ტრაქში უძრებით და ერი ვერ გამთლიანდა და ერმა ვერ ამოიღო ხმა რომ იწის გაყიდვა არ შეიძლება ტრაქში ხარ ჩემძრალი ეგა სიმართლე ღმერთმა დალოცოს ბიზნა ინვესტიციის წინააღმდეგი რატო ამიტომ არის რომ ყველა ერი ჯობია და ამიტომ არის რომ ყველა ერი განა იმიტომ რომ ქართველებზე უკეთესები არიან ყველა ვინც არის ნებისმიერი ინსტიტუციის სათავეში ყველა გაყიდული და მოღალატია და ყველა პოლიტიკოსი მოღალატი არის ყველა აბსოლუტურად სასულიერო პირი ვინ გინდა აიღეთ გინდა ჯახმაიძე აიღეთ გინდა დანარჩენის ბიშენ მამაოები აიღეთ ქრისტეს სახელით ქრისტიანობას ებრძვია დოუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებს ამდენი ხანი არც არაფრად ღებულობდნენ და არ ხვდებოდნენ და ეხლა ბოლოს შეხვდნენ და დალოცავს ხო ლოცვა უფასო გაქვს და დალოცავთ ხო ნუ საკითხავია კიდო ახლა ზოგიერთს მაგის არა გაქვს უფასო იტყვი სიმართლეს და არავის არ უნდა იქ შენი სიმართლე ხარ მარტო და ხარ პრობლემებში და სულ ასე ნუ კაი ჯანდავას მე ჩემ პრობლემებზე და ჩემ თავზე არ ამაქვს ლაპარაკი მაგრამ ადამიანი რომელმაც თავიდან ბოლომდე ძირფესვიანად ილაპარაკა ყველაფერი იმაზე თუ რა უბედურებას დაემართა და დამართეს საქართველოსთან მართავენ ზუსტად ეს 26 საუკუნოვანი ძმები რომლებიც აი ნახეთ ის ვიდეო და პირდაპირ ამბობს ის ებრაელი ამბობს რომ საქართველოში ანტიქრისტე დაალაგებს ყველაფერს როგორ ნახავ ქალბატონო როგორ უნდა ნახო გაერთიანებული ქართველობა გინდა სადმე ყველგან არის უღირსი და usindisო არის დაწყებული საერო მმართველობიდან ამთავრებული საბერო მმართველობიდან და ოღონდ სიმართლეს ნუ ეტყვი ამ ბოზიშვილებს პოლიტიკაში ნუ დაელაპარაკები შენ კანონით და სამართლით და ნუ აუხსნი იმას რომ სამართალი და კანონი არ შეიძლება იყოს ასე გადაგდებული და მოუბრუნდი სასულიერო პირებს და უთხარი რომ არ შეიძლება რომ ჯულის კანონს უარყოფდეს სასულიერო პირი და მე მღვდლობაზე და რწმენაზე გელაპარაკებოდეს იქედანაც დევნილი ხარ და აქედანაც დევნილი ხარ და ამ გამოსწირებული ზომბირებული საზოგადოებიდან ზოგს ბიძინა რო ყავს კერპად განხდილი და ზოგს პატრიარქი ყავდა კერპად გახდილი და ახლა ეგ აღავთ შიო ყველასთვის ხარ ან მოღალატი ან მტერი ან უბედური აი ესა ჩვენი საქართველო დღეს და რაც ხდება საქართველოში ეს ლოგიკური და უარესები მოხდება რა ხო გვირდები წლიდან წლამდე რომ უარესები ხდება მიმდინარეობს თაობათაცვლა ამდენი უჯიშო ამდენი წეული ამდენი ნაბოზვარი ერთიანად იკრიბება რომელსაც სამშობლო ვის არ ახატია და აკეთებენ თავის გასაკეთებელს რა და ამ ხალხის კრუსუნის მე საერთოდ არ მჯერა რა
ეს ხალხი ირჩევს მკვლელებს, ყაჩაღებს, ფარისევლებს, აფირისტებს, ამაც უყველას და უნდა ამ ხალხს ამ ყველაფერში ცხოვრება. რადგან ვინმე მომოიღო, ხმა კომენტარის დაწერა შეეშინდებათ. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე იქნებოდაო. როგორ ვერ წარმოიდგენდი? წლიდან წლამდე არაფერი სასიკეთო ქვეყნისთვის არ გაკეთებულა. არაფერი ეროვნული არ თქმულა. თუ ვინმე შეეცადა ერისთა ქვეყნის რაღაცა გამთლიანებას და ეროვნულ იდეალებზე დაყენებას, ყოველთვის მოკლეს და ყოველთვის სული ამოხდა. რა მოხდა გერმანია გურამშარაძე ქუჩაში არ მოკლეს? რა პრობლემაა? მე ვინ ამოიღო ხმა? აი ბოზიშვილმა ქოცებმა დღემდე გამოიძიეს? ჰაკი არა მისი შვილიც ამათთანაა, ბიზნესთანაა შემძრალი გონია და შეინჭირება შენგენაცვალეს იძახის. ღმერთმა დალოცოს ბიზნაო, დალოცოს ბიზნაო. და ასე დალოცვილები გავალთ ამ იმაში, რა ქვია, ამ წუთის სოფელში. აი ფელი არ ჭირდები მე საქართველოს ვინ ჭირდება ის ყავს. როცა გადაწყვეტს ქართველიერი ბრძოლას და როცა გადაწყვეტს საზოგადოება რაღაცა გააკეთოს, ენაცვალოს ჩემი თავი. ნამდვილად ახლა საკლოუნად და სასეიროთ ნამდვილად არ მცალია. სამპირში სული მიდგას იქნება მეტის გაკეთება მოვასწრო. ესაა სიმართლე. 86 წლის ქალის ბიჭო. აი კიდე ერთხელ გეუბნებით. ქოცებო, თქვენი სამართალი მოვტყამ, თქვენი დედა შევეცი. თქვენი დინარაძით დაწყებული, გაგრძელებული ყველათი თქვენ მოგიტყანთ გამზდელი. 86 წლის ქალზე მეტი დიდი სამტრო ვერავინ ვერ ნახეთ, ხო, თქვენ ბოზიშვილები? აბა თქვენ იცით.